გაშარჟებული რეალობა სამეფო უბნის თეატრში რეჟისორი მიშა ჩარკვიანი დათო გაბუნიას პიესაზე შექმნილ წარმოდგენას მაყურებელს თავაზობს. კომედია ერთმოქმედებად საათნახევრის განმავლობაში გრძელდება. როგორც ცვლის ადამიანის ცხოვრებას საზოგადოებრივი აზრი. საპრემიერო სამზადისი ნახეთ ლიზა ციკლაურის სიუჟეტში. ცხოვრება საზოგადოებრივი აზრის გათვალისწინებით, ქმედებები, რომლებიც მხოლოდ ოჯახის წევრებისა და გარშემომყოფების დადებითი შეფასების მისაღებად კეთდება. ახალგაზრდა რეჟისორის კიდევ ერთ სპექტაკლს ამჯერად სამეფო უბნის თეატრის მასპინძლობს. სიუჟეტური ხაზი ერთი კაცის ირგვლივ ვითარდება. თანამედროვე თბილისური ისტორია სცენაზე თეატრალური ფესტივალის დურუჯის გამარჯვებულმა რეჟისორმა მიშა ჩარკვიანმა გადაიტანა. პიესის ავტორიც ფესტივალ დურუჯის მიერ საუკეთესო დრამატურგად დასახელებული დათო გაბუნია. კომედია ახალგაზრდა კაცის შესახებ, რომელსაც რაღაც სექსუალური ხასიათის პრობლემები ექნება ცხოვრებაში და ვთქვათ, ამიტომ მთელი მისი მიზნები, რაც მას ჰქონდა ცხოვრებაში დასახული, რომ შეერთო ცოლი, ყოლო და შვილები და რაც მთავარია მისგან ყოველ ფეხის ნაბიჯზე მოითხოვს ყველა ოჯახი, საზოგადოება და ყველა ახსენებს ამას, რომ მან ეს ფუნქცია უნდა შეასრულოს, უნდა გამრავლდეს, უცებ აღმოჩნდება იმ პრობლემის წინაშე, რომ ამას ვერ მოახერხებს. დავიწყეთ კვლევა რა არის საზომი ერთეულები კაცის ჩვენ ქვეყანაში, რა შემთხვევაში ხარ კაცი და რა შემთხვევაში არა ხარ კაცი. ან თუ აქვს გარემოს იმის უფლება, რომ ჩაერიოს ვინმე კონკრეტული ადამიანის ცხოვრებაში. კომედიას ერთმოქმედებად 4 მსახიობი წარმოადგენს. თითოეული მათგანი სცენაზე რამდენიმე ერთმანეთისგან განსხვავებულ პერსონაჟს განასახიერებს. საშინელება უარესი რომ არ არსებობს ისეთი საშინელება. მხრობელის როლი მაქვს მე პირადად და გარდა ამისა არის ორი პერსონაჟი, ერთი არის მთავარი გმირის მამიდა და მეორე მეგობარი გოგო. როცა ყავს მამა, ყავს მამიდა. რაღაც ქართულ სტერეოტიპებზე და იმებზე და აქედან გამომდინარე ძალიან საინტერესოა. წარმოდგენა ერეკლე დეისაძის მუსიკითაა დატვირთული. ეპიზოდებში პერსონაჟები სათქმელს ხშირად სიმღერითაც ამბობენ. გაშარჟებული რეალობა ასე უწოდებს რეჟისორის სპექტაკლს, რომელზეც თვეზე მეტია მსახიობებთან ერთად მუშაობს. დედა ჩემს უყვარს დრამატული და ცოტა მოძველებული იდიომები. ჩემი გმირი არის რედაქტორი, რომელსაც რაღაც სერიოზული პრობლემების წინაშე აღმოჩნდება და საზოგადოება აიძულებს სხვადასხვა ადამიანები, როგორც ოჯახის წევრები, ასევე რაღაც მთელი ისე ვითარდება მთელი სპექტაკლის განმავლობაში, რომ უწევს ისეთი რაღაცების გაკეთება, რაც თვითონ არ უნდა. სამეფო უბნის თეატრი ახალ სეზონზე მაყურებელს ახალი სპექტაკლით ხვდება. პრემიერა 13 სექტემბერს გაიმართება, რის შემდეგაც წარმოდგენა უკვე თეატრის რეპერტუარში მოხვდება.